გაიცანი ახალი ქართული ლუდი ყინულის ფილტრაციით. აისი. ახალი დღე, ახალი ისტორია. გაშორება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ არც ისე მინდა მოვიქცე როგორც მასწორს. თან მეუბნება მიყვარხარ, თან ჩემი არაფერი მოსწონს. გუშინ მეუბნებოდა, ამ ბოლო დროს ოთხკუთხედი თავი დაგიხდა. ქალბატონო ნატა, მითხარით, თუ გადაკიდებული არ ხარ ეგ რატომ უნდა მითხრას? დავიჯერო მართლა ოთხკუთხედი თავი მაქვს? არა, ნამდვილად არ გაქვთ ოთხკუთხედი თავი. დამითრისი გამოსწორება უნდა თქვენი თავი. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. უკაცრავად უპასუხებ თუ შეიძლება. ალო. და გიო ხანცალი აწეში დამირეკე, კაი? ერთი წამი მომისმენი რა არცალია ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრა. მოდი შესაგი სად ვიყავით რომ ოთხკუთხედი თავი გაქვთ ხო? არა, ქალბატონო ნატა. პირიქით, რომ ოთხკუთხედი თავი არ მაქვს. რა თქმა უნდა. ლევან, გოგი უცებ მითხარით შეპემა. არა უცებ ვერ გეტყვი რა მოსაყოლია რა არცალია? ეხა არა. მომისმენი ხა ჩემ მოუფროსმა თავისი მდივნისთვის გასაგზავნი მეილი გაუგზავნა შემთხვევით თავის ცოლს რა. ხოდა სანამ ის ნახავს მანამდე უნდა გავანეიტრალო ეს მეილი, ან ცოლი. ერთი წამი აი მომისმენი. ნახავ დღეს უეჭველი. ტელეფონი მომაწოდე რა ეკა. ალო. სოფო რა შვები? გიო რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს? თუ რა იყო, მაინც და მაინც ომი უნდა იყოს, რო გირეკავდე? გეხვეწები უცებ მითხარი რა პაციენტი მელოდება. არა, ესე ვერ გეტყვი რა მოსაყოლია. კაი, დაგირეკავ ნატა მომიკითხე. უი, გიო, იმ დღეს ისეთი კაი ბიჭი გაუშვი ნატასთან, დენტოფობია აქვს, რა ქნა მიიღო, ნეტა არ მიკითხავს. არ ვიცი, მიიღე. დაგირეკავ რა კოცნი. ქალბატონო, ხა შევთავაზეთ, პირი არ დამიკითხე, არ გეტკინება. ოგიუში. რა შვები დათუნ? რავი შენ? რაღაც მინდა გითხრა რა. ბიჭო საჭესთან ვარ, ეხლა ამინდები გამოვიდა და თბილისის ზღვაზე მაქვს შეზლონგები და ქოლგები და ვარ გაწამაციაში რა. ანუ გწალია. ხა? ხო, მოისერჩ თუ პატრული მოვიზო და დაგირეკავ ცოტა. რა ვიცი, ხუსიკულა დამაკეთე. ჩემი ამბავი მოიწირდი რა საერთოდ მარტო ის გარშე დამპოვებელი. ნატა მოხვალოდეს მე. აი, მოდივარ, მოდი. აბა დაიწყე. აი მოიცა დაგირეკავ ცოტა ხანში. მოგლა დილი დამშკმუტავ, მინდოდა მომეყოლა ყველას. აუ, ცო. მაგრამ ეს თავის კბილებს ვერ მოვწყვიტე, ეს კიდე თავის პაციენტებს. აი ბიჭო, ბურღავს გოგო, რა ქნას. აბა ეხა. კაი, თქვი რა ხდება, მოვედით ყველა. ლევანი რო არ არის? კაი, ეგ როდის არის თავის დროზე? ხო, მოვა და მოუყვებით რა. კაი, მიდი. მოკლედ. დღეს დამირეკეს ერთი გამომცემლობიდან. რაღაც ძალიან მაგარი ამბები საიტს აკეთებენ. და მითხრეს, რომ ვისაც მეტი ნახვა და მოწონება იქნებაო. ციგს გამომცემენ. რა? თავიანთი ხარჯებით. აუ, ძალიან მაგარი. ძალიან ხალხო, ძალიან მთელი ცხოვრება მაგ ხარჯებზე ფიქრობ რა. დავწერო, არ დავწერო. ეხლა წარმოიდგინე რომ მთელი წელი წერ და ბრახდა არ იყიდება. როგორ დახავს? მაგრა. თალკე თავმოყარეობა. თალკე ვალი. გითხარი მე შენ უფიქრობ წერიცას თავმოყარეობაზე. ხელს უშლის გულწრფელობა. ხო გიო დაწერე რა. რა თუნდა ეხა ამას ამდენი ფიქრი და კრების ოქმი. ბიჭო, მე რო ჩამოტანილი თხილამურები ავიტანი, ისე გუდაურში აი ეგ დაწერე გეხვეწები ძალიან გადაობა იქ. არა, დავით, ეგ არის შენი სატანჯველი და არა ზოგად საკაცობრიო. ზოგად საკაცობრიოა, ყველა კარგად აღწერილი სატანჯველი. და ამას მაინც მასწავლი რა. მარტივი და ხარტი უნდა იყოს, რომ ხალხს მოეწონოს. ადვილად უნდა იკითხებოდეს. მაგრამ სიღრმეც არ აკლდეს. ეგრე როგორ უნდა დაწერო? ამიტომ მინდა და მეკითხა თქვენთვის. რა ვქნა? ჩავება დავწერო? რას კითხულობ? არა, ერთი წამი მომისმინეთ, კაცო. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. აი რა, აბა როდემდე უნდა წერო ფსევდონიმით ელიტარული კრიმინალი. ამიტომ გეუბნებით, რომ პირველი ისტორია მინდა რაიმე ძალიან მაგარი. და თქვენ უნდა მირჩიოთ ხოლმე რომელი დავდო და რომელი არა. ხო, აბა რას ვიზებ? მიდი და ჩვენს გავიხსენებთ რაღაცაებს. 4 წლიანი შეყვარებულობა ცოლქრობა გაქვს ჩემთან და 22 წლიანი მეგობრობა ამბაცთან. აი მე რამდენიმე გავიარეთ ერთად. არა. თვითონ გამომცემელმა მითხრა, რომ ყველა დაწერს თავის ბავშვობაზეო. აქედან მოგეუბნებით, რომ ყველას ჰქონდა ერთნაირი ბავშვობა. და სიგუოს ხაჭაპურებზე გადაობები კიდე აღარ არის გამოდაში რა. მაშინ ჩემ პაციენტზე მოგიყვებოდი, მაგრამ რა გავაკეთო, არ შეიძლება. გუშინ ქალი მოვიდა, თბილისში ქონდა ბრილიანტი. არა, პაციენტებზე ვერ.
ჩვენი გაცნობის ისტორია. კარგი. ძალიან კარგი. რა ნატა, არა, მე არ ჩანვარ მათ გაიტიბად. და როგორ წარმოგიდგენია, რომ ისტორია იყოს გმირის შიშზე? აი რა, კარგ ტიპად რო არ გამოჩენილიყავი, შემიყვარდებოდი? მეუყვარდებოდი. პირველი მოთხრობა იქნება ჩვენი ისტორია. მარტო არა მაგარი დღე იყო, გახსოვს? დაწერე რა. ვიფიქრებ.